75 ქვეყანა ქართველი დევნილების ოკუპირებულ რეგიონებში დაბრუნების მომხრეა. გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება 75 მომხრე 16 წინააღმდეგი. ასეთია კენჭისყრის შედეგები, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69 სესიაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კენჭისყრის პროცესს უკვე ეხმაურებიან თბილისში ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პრესკონფერენციას მართავს ჩვენ მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. და ამით კიდევ ერთხელ თითოეულ დევნილს დანაგრძობა გამოუცხადა. მადლობთ. ამ წუთას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს იყო სულ რამდენიმე წუთის წინ ხმის მიცემის პროცედურა დამთავრდა სულ რამდენიმე წუთის წინ. ახლა ვამუშავებთ ამ ინფორმაციას და ცოტა ხანში მოგაწვდით დეტალურად, რომელმა ქვეყანამ დაგვიჭირა მხარი, რომელმა ქვეყანამ ვისაც წინააღმდეგ და ვინ შეიკავა თავი. ამ ეტაპზე ეს რეზოლუცია ჩვენ ვეცადეთ ყველანაირად, რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური რეზოლუცია. არამედ ის იყო თავიდან ბოლომდე შემოფარგლულიყო ჰუმანიტარული ხასიათით და შინაარს თუ ნახავთ, ეს არის წმინდად ჰუმანიტარული დოკუმენტი, მაგრამ რუსეთის მხარე, როგორც უკვე განვაცხადე, ყველანაირად ეცადა, რომ მისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა, მაგრამ მიუხედავად ამისა სოფლის დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა და ეს საჭიროებს ყურადღებას და პირველ რიგში სწორედ იმ ორგანიზაციიდან, რომელიც მოწოდებული არის ამ საკითხზე გაეროსგან და ეს არის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი დიპლომატიის და ჩვენი მუშაობის. მადლობთ. ეს იყო პირდაპირი ჩართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც მინისტრის მოადგილემ გაეროს გენერალური ასამბლეის 69 სესიაზე გამართული კენჭისყრის შედეგები შეაჯამა. მაშასე წინა წელთან შედარებით დოკუმენტის მომხრეთა რაოდენობა 6 ხმით არის მომატებული. საუბარია ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე რეზოლუციაზე, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 2008 წლიდან იღებენ. დოკუმენტში საუბარია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობაზე და ხაზგასმულია, რომ დევნილი ოჯახების საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს. თუმცა რეზოლუცია მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის წარმომადგენელმა, რომელმაც ოფიციალური თბილისის კონფრონტაციულ მიდგომაში დაადანაშაულა და გაეროს წევრებს მოუწოდა, რომ რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭერათ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კენჭისყრის შედეგებს, რომელიც გაეროში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 75 ქვეყანა ქართველი დევნილების ოკუპირებულ რეგიონებში დაბრუნების მომხრეა. გაეროში შედეგად საქართველოს შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. თუ შარժან ამ რეზოლუციას 69 ქვეყანა ემხრობოდა, წელს უკვე მხარდამჭერთა რიცხვი 6 ხმით არის გაზრდილი და ის 75 შეადგენს. 16 ქვეყანა წინააღმდეგი წავიდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევას. 2014 წელს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ ის არ შეუშვეს ამ რეგიონებში. თავის დასკვნაში მან აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი კვლავ რჩება ეგრეთ წოდებულ შავხრელად და მსოფლიოში ყველაზე შეუღწევად ადგილად. გუამის წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ უნდა გაორმაგდეს ძალისხმევა დევნილებისა და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ისინი არიან პრიორიტეტი არსებულ ვითარებაში. მიუხედავად პოლიტიკურ მხარეებს შორის არსებული უთანხმოებისა. ყველა ამ არგუმენტის და რეზოლუციის ამ ტექსტის ჰუმანიტარული მიზნების გათვალისწინებით, რაც დევნილების დაბრუნებას გულისხმობს, გუამის ქვეყნები მხარს უჭერენ რეზოლუციას და მოგიწოდებთ თქვენც მხარი დაუჭიროთ მას. რეზოლუციის ტექსტი ამყარებს დევნილებისა და ლტოლვილების უფლებას დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი ფორმით, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და პოლიტიკურმა საკითხებმა არ უნდა იმოქმედოს დაბრუნების ამ უფლებაზე. მე-4 მილიონზე მეტი დევნილია საქართველოში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს დევნილების მდგომარეობის გამოსასწორებლად. ბოლო დასკვნა ჰუმანიტარული კუთხით დადებითია. ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს შეაჩერონ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. ეს არის მიზანმიმართული ქმედება დევნილების დაბრუნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ასევე მოუწოდებთ დე-ფაქტო ხელისუფლებას მისცენ ჰუმანიტარულ ორგანიზაციების წარმომადგენლებს რეგიონში შესვლის უფლება. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს რეზოლუციას და იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერილი იქნება.
საქართველოს დელეგაცია როგორც ადრე ახლაც იყენებს ამ თემას და მის ჰუმანიტარულ ხასიათს რეგიონში განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ქართულ პროექტში ისევ არის თეზისი, სადაც წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველოს ნაწილია. საქართველოს მხრიდან მტკიცე უარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ არ უწყობს ხელს დევნილების მშვიდობიან დაბრუნებას. სწორედ თბილისის ქმედებებმა 2008 წელს შეერაღებული ძალების გამოყენებამ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიგვიყვანა 2008 წლის კონფლიქტამდე. ამ ფონზე რბილად რო ვთქვათ, არაგულწრფელად ჟღერს ჟენევის დისკუსიის მონაწილეების მიმართ გაჟღერებული მოწოდებები გააძლიერონ ძალისხმევა მშვიდობის დასამყარებლად. სამწუხარო დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის მიზეზი საქართველოს პოზიცია, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე ამ თემას ბლოკავს. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების მძიმე მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ პროგრესი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაბრუნებაში მიღწეული არ არის. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს რეგიონში უცხო ქვეყნის უსაფრთხოების ძალები, რომლებიც აკონტროლებენ ოკუპირებულ რეგიონებს, რომლებიც აგრძელებენ მავთულ ხარჯების გაბმას ადმინისტრაციულ საზღვართან. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვუცხადოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარდაჭერა. ჩვენ მხარს უჭერთ ამ რეზოლუციის პროექტს და მისი მიღება იქნება სიგნალი დევნილებისთვის, რომ ჩვენ არ ვივიწყებთ მათ. ეს იყო გამოსვლები, რომლებიც კენჭისყრის პროცესს უძღოდა წინ, რას ნიშნავს საქართველოსთვის გაეროდან გაზრდილი მხარდაჭერა და რომელი ქვეყნები წავიდნენ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის წინააღმდეგ. ამ თემაზე საუბარი უკვე მოამბის სტუმრის ბლოგში გაგრძელდება. ვასილი ლიმანოვიჩი-ქოვანის შეკითხვებს ნიუ-იორკიდან გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე უპასუხებს.